მოგესალმებით. აბა, დაფიქრებულ ხართ ოდესმე, რომ თქვენი უსაფრთხოება და სხვათა შორის თქვენი საფულეც პირდაპირაა დამოკიდებული საბურავებზე? დიახ, დღეს სწორედ ამ ხშირად მივიწყებულ, მაგრამ უმნიშვნელოვანეს დეტალზე ვისაუბრებთ. მერწმუნეთ, ამის ცოდნა ბევრ პრობლემას აგარიდებთ თავიდან. მზად ხართ? დავიწყოთ. უბრალოდ, ერთი წამით დაფიქრდით ამ ფაქტზე. თქვენი მანქანის ერთადერთი ხაზუსვამ ერთადერთი ნაწილი, რომელიც გზაზე ხება, ეს საბურავია. მთელი ეს ტონობით მეტალი, თქვენი უსაფრთხოება, დამუხრუჭება, მანევრი, ყველაფერი აი ამ 4 ხელისკულისოდენა ადგილზეა დამოკიდებული. ხოდა სწორედ ამიტომ მათზე ზრუნვა უბრალოდ კარგი აზრი კი არა, სასიცოცხლო აუცილებლობაა. მაშ რას გავივლით დღეს? ჯერ უსაფრთხოების საბაზისო საკითხებს ნახავთ, მერე ჩავღრმავდებით წნევის საიდუმლოს, შემდეგ ვისაუბრებთ რატომ ამ მნიშვნელოვანი ერთგვაროვნება და ბოლოს სეზონურ მზადყოფნასაც შევეხებით. კარგით, პირველი ნაწილი უსაფრთხოების საფუძვლები. მოდით ვნახოთ ის ელემენტარული რაღაცეები, რისი შემოწმებაც ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია სულ რამდენიმე წუთში, ყოველგვარი ხელსაწყოებისა და სპეციალისტის გარეშე. აი ეს რიცხვი აუცილებლად დაიმახსოვრეთ. 1.6 მმ. ეს არის პროტექტორის სიღრმის აბსოლუტური მინიმუმი, რასაც კანონი უშვებს. თუ თქვენი საბურავი ამ ზღვარს ქვემოთაა, სველგზაზე მოცურების, ანუ აკვაპლანირების რისკი კატასტროფულად იზრდება. რა არის ეს აკვაპლანირება? წარმოიდგინეთ, რომ საბურავი უბრალოდ ვეღარ ასწრებს წყლის გაწევას და ფაქტობრივად წყლის ზედაპირზე იწყებს სრიალს. ეს შეიძლება მოხდეს თუნდაც 50 კმ/სთ სიჩქარეზე. ამ დროს თქვენ სრულად კარგავთ კონტროლს საჭეზეც და მუხრუჭზეც. ეს უკვე ძალიან სახიბათოა. მოკლედ, აი თქვენი ჩამონათვალი, პროტექტორის სიღრმე, ცვეთის თანაბრობა, ხომ არ არის ცალმხარეს უფრო მეტად გაცვეთილი? დაათვალიერეთ, ხომ არ აქვს ბზარები ან ღმერთმა დაიფაროს ბაბონი და ხო, სათადარიგო საბურავი. ბევრს ავიწყდება, მაგრამ როცა დაგჭირდებათ, მისი გამართულობა უბრალოდ ყველაფერს წყვეტს. გადავედით მეორე ნაწილზე, სწორ წნევაზე. აი ეს ის თემა, რომელზეც მგონი ყველას გვსმენია, მაგრამ დამიჯერეთ, უმრავლესობა ჩვენდანი ერთ დიდ შეცდომას უშვებს. მოდით ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ, როგორ კეთდება ეს სწორად. აი $1,000,000 კითხვა. როდის ვამოწმებთ წნევას? ცივ საბურავებზე თუ ცხელზე, ვთქვათ გზაში რო შევივლით ხოლმე კალონკაზე. აბა დაფიქრდით, თქვენ როგორ იქცევით? სანამ სწორ პასუხს გეტყვით, უბრალოდ გაიხსენეთ, ბოლოს როდის შეამოწმეთ. პასუხი ერთადერთია. ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ ცივ საბურავებზე. რატომ? იმიტომ რომ მოძრაობისას საბურავი ცხელდება, შიგნით ჰაერი ფართოვდება და წნევაც იმატებს. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენ მცდარ მაჩვენებელს მიიღებთ. ცივიტი ნიშნავს, სანამ სადმე წახვალთ ან მანქანის გაჩერებიდან მინიმუმ 3 საათის შემდეგ. ახლა შეხედეთ, რა ხდება, როცა წნევა არასწორია. თუ დაბალია, საბურავის კიდეები ცვდება და საწვავის ხარჯი გეზრდებათ. თუ ზედმეტად მაღალია, შუა ნაწილი ცვდება, მოჭიდება ქვეითდება და მანქანაც დახტის. ორივე შემთხვევაში თქვენ უბრალოდ კარგავთ ფულს და რაც მთავარია, რისკავთ უსაფრთხოებით. და ახლა მოდით დავამსხვრიოთ ყველაზე დიდი მითი. ის ციფრი, რომელიც საბურავის გვერდზე კორპუსზე აწერია, არ არის თქვენი მანქანისთვის რეკომენდებული წნევა. არა, ეგ არის მაქსიმალური წნევა, რასაც კონკრეტულად ეს საბურავი უძლებს. აბა, სად ვნახოთ სწორი მონაცემი? ძალიან მარტივად. გააღეთ მძღოლის კარი და მის ჩარჩოზე შიდა მხარეს აუცილებლად იქნება სტიკერი, სადაც თქვენი მანქანის მწარმოებელი ზუსტად უთითებს, რა წნევაა საჭირო. თუ იქ ვერ იპოვეთ, მანქანის წიგნში ნამდვილად იქნება. და რამდენად ხშირად? იმისთვის, რომ ყველა ეს პრობლემა თავიდან აირიდოთ, საკმარისია წნევაში ამოწმოთ თვეში ერთხელ. სულ ესაა. ეს პატარა 5-წუთიანი ჩვევა დაგიცავთ თქვენს და თქვენს ბიუჯეტსაც. კარგით, მესამე ნაწილი ერთგვაროვნების წესი. ეს ცოტა ტექნიკურად ჟღერს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თქვენი მანქანა იყოს პროგნოზირებადი, სტაბილური და უსაფრთხო. წესი ძალიან მარტივია და მას არა მხოლოდ საღი აზრი, არამედ კანონიც კი გვკარნახობს. ერთ ღერძზე, ანუ მაგალითად ორივე წინა ან ორივე უკანა ბორბალზე აუცილებლად იდენტური საბურავები უნდა გეყენოთ, ზომით, მოდელით, ყველაფრით. სხვადასხვა საბურავს სხვადასხვა მოჭიდება აქვს, რაც მანქანას არასტაბილურს ხდის. ამიტომ იდეალურ შემთხვევაში ყოველთვის შეცვალეთ წვილად, ან უკეთესია 4-ვე ერთად. გსმენიათ როტაციაზე? ეს საბურავების ადგილების პერიოდული შეცვლაა. როგორც წესი, წინა საბურავები უფრო სწრაფად ცვდება, ამიტომ მათი უკან გადატანა და პირიქით უზრუნველყოფს, რომ 4-ვე საბურავი მეტნაკლებად თანაბრად გაცვდეს. ეს კი თავის მხრივ საგრძნობლად ზრდის მათ სიცოცხლის ხანგრძლივობას.
და კიდევ ორი რამ, რაც თანაბარ ცვეთას უწყობს ხელს. ბორბლების გასწორება, იგივე რაზვალი და ბალანსირება. რაზვალი უზრუნველყოფს, რომ საბურავი გზას სწორი კუთხით ეხებოდეს და ცალმხარეს არ ცვდებოდეს. ბალანსირება კი აქრობს ვიბრაციას მაღალ სიჩქარეზე. ორივე პირდაპირ კავშირშია თქვენი საბურავების სიცოცხლესთან. და ბოლოს, მეოთხე ნაწილი. მზადყოფნა ნებისმიერი ამინდისთვის. ახლა ვნახოთ, რატომ არის სეზონური საბურავების სწორად შერჩევა არაუბრალოდ კომფორტის, არამედ უსაფრთხოების საკითხი. აი კიდევ ერთი მაგიური რიცხვი, 7 გრადუსი ცელსიუსი. როგორც კი ჰაერის საშუალო ტემპერატურა სტაბილურად ამ ნიშნულს ჩამოსდება, ეს ნიშნავს, რომ ზაფხულის საბურავები ეფექტურობას კარგავს და დროა ზამთრისაზე გადასვლაზე ვიფიქროთ. თავარი განსხვავება რეზინის შემადგენლობაშია. ზაფხულის საბურავი სიცივეში მარტივად რომ თქვათ, ქვავდება და მოჭიდებას კარგავს. ზამთრისა კი პირიქით უფრო რბილია, სიცივეში წინარჩუნებს ელასტიურობას და შესაბამისად ბევრად უკეთესი მოჭიდება აქვს. არა მხოლოდ თოვლში, არამედ უბრალოდ ცივ და სველ ასფალტზეც კი. და ორი სიტყვით თოვლის ჯაჭვებზეც. წესი აქაც ძალიან მარტივია. ვიყენებთ მხოლოდ მაშინ, როცა გზა ნამდვილად თოვლით ან ყინულითა და დაფარული. და ვაყენებთ მხოლოდ წამყვან თვლებზე, ანუ იმ ბორბლებზე, რომლებსაც ძრავა ატრიალებს. მოკლედ, მოდით შევაჯამოთ. როგორც ვნახეთ, თვეში ერთხელ გამოყოფილი რამდენიმე წუთი საკმარისია იმისთვის, რომ დაიცვათ საკუთარი თავი, თქვენი მგზავრები და ამავდროულად დაზოგოთ ფული, როგორც საწვავზე, ისე საბურავების ნაადრევ ცვეთაზე. და ბოლოს, გულწრფელად უპასუხეთ საკუთარ თავს ამ კითხვაზე. როდის იყო ბოლო შემთხვევა, როცა თქვენ საბურავებს არა უბრალოდ თვალი მოვავლეთ, არამედ ნამდვილად საფუძვლიანად შეამოწმეთ. იმედი მაქვს ამის შემდეგ ამას თქვენს ყოველთვიურ რუტინად აქცევთ. გახსოვდეთ, იზრუნეთ თქვენ საბურავებზე და ისინი იზრუნებენ თქვენზე.